ამ ეტაპზე ხელშეუხებლები არიან გახარია საქართველოსთვის წევრები. შედგა თუ არა გარიგება ექს-პრემიერსა და ივანიშვილს შორის. რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში თქვა, რომ შესაძლოა ივანიშვილმა გიორგი გახარიას საქართველოში ჩამოსვლის უფლებაც მისცეს. რას პასუხობენ კობახიძეს პოლიტიკოსები? ლიზა ლასარეიშვილი მოგვიყვება. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ასაკდელთა სიაში აქამდეც იყვნენ, ამბობენ ერთ რამეს, რომ ფაქტია რეალურად ვისი ეშინია ქართულ ოცნებას, რომ მიუხედავად იმისა, რას ამბობენ საჯაროდ, რეალურად გრძნობენ ოპოზიციის ერთიანობის ფონზე საშიშროებას, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ასაკდელთა სიაში საკონსტიტუციო სარჩელში შეიყვანონ ის პარტიებიც, რომლებმაც მიიღეს სწორედ აი ამ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანების გადაწყვეტილება. ჩვენ კი ამ ფონზე ვხედავთ იმას, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია ამ დროისთვის, რომელიც არის საკანონმდებლო ორგანოში, ეს არის გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი და სწორედ აი ამ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილების გამო, როგორც ქართული ოცნება ამბობს და ხსნის, არ შეიყვანეს სწორედ გახარიას თანაგუნდელები აი ამ ასაკდელთა სიაში. დღეს თინა ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება და პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად შედგა გარიგება, რომ გახარია თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს და ისიც არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში გიორგი გახარია დააბრუნოს ქვეყანაში საიმისოდ, რომ რეალურ ოპოზიციასა და მის მიერ შექმნილ ოპოზიციას შორის ზღვარი მაქსიმალურად გააქროს. ზოგადად ძალების გაერთიანება აშინებდა ამ შემთხვევაში ალიანსი, როგორც ჩანს აფრთხობს მას და მეორე გზანული გაუშვეს, რომ თუ ალიანს კიდევ ვინმე გაეკარება, რომ მათაც დაემუქრებათ საფრთხე აკრძალვის, რომ არავინ აღარ გაეკაროს ამ ალიანსს და კიდევ უფრო გამსხვილება არ მოხდეს იმ ძალების, რომლებიც რეჟიმთან არიან დაპირისპირებული. სხვა ახსნა მანდრულად არ არსებობს. ქართული ოცნება არის შესული უკიდურეს ჩიხში. ჩვენ ხედავთ ისინი როგორი სასოწარკვეთილებით ცდილობენ დაარწმუნონ პირველ რიგში საკუთარი მომხრეები, რომ თითქოს რაღაც რესურსი აქვს, რომ გამოვიდნენ საერთაშორისო იზოლაციიდან. თუ ისინი გააგრძელებენ აი ამ სისულელეების კეთებას და მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასე ვთქვათ, სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ გააღრმავებს მათ საერთაშორისო იზოლაციას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ქართული ოცნების დასრულება და ქვეყანაში დემოკრატიული მართვის სისტემის აღდგენა, რაც შეიძლება სწრაფად. ის თუ როგორ გამოიყენებს ივანიშვილი გახარიას სამომავლოდ დამოკიდებულია ჩვენზე. თუ საქართველოს მოქალაქეებმა, ისე როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ შედგა რეალური ძლიერი ოპოზიციური ერთობა, რომელიც ამ რეჟიმის ძლიერი ალტერნატივაა და ეს ალტერნატივა ხალხმა დაინახა, მაშინ რა თქმა უნდა რაღაც კარტის გათამაშება, ასე ვთქვათ, ივანიშვილს მოუწევს იმისთვის, რომ აი ეს ცხადი არჩევანი ოცნებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გაბლაროს, ანუ ბუნდოვანი გახადოს და შემოიყვანოს ისეთი აქტორები, რომელიც არა მხოლოდ ივანიშვილზე ისაუბრებენ და იმაზე თუ როგორ უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, არამედ ისევ სწორებას აიღებენ ოპოზიციაზე. ანუ მისი ფუნქცია მანამდეც ხო ეს იყო და ამ ფუნქციისთვის შეიძლება ივანიშვილს გახარიას კარტის გათამაშება კიდევ ერთხელ დასჭირდეს და ამ მიზნით დააბრუნოს ის ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ახალი პოლიტიკური ოპოზიციური გაერთიანება შეიკრა და ის ადამიანები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული საპროტესტო მოძრაობებში, გაერთიანდნენ ერთი პოლიტიკური მიზნისთვის ქართული ოცნების ხელისუფლების დასამთავრებლად. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ დღეს პირველად გააჟღერა, რომ დამატებით სხვადასხვა პოლიტიკური